რადიკალიზმის წახალისება ევროკავშირის ელჩისგან. დიპლომატი გურიაში ვიზიტისას რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებს შეხვდა. ტურნეს ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ჰერჩინსკის რეგიონალური ვოიაჟის ერთ-ერთი თანმხლები რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ანანო ცინცაბაძეა, რომელიც პოლონეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის სოლიდარობის ფონდ PL საქართველოს წევრია. წარსულში ის ღია საზოგადოების ფონდთან თანამშრომლობდა, რისთვისაც ხელფასს იღებდა. ცინცაბაძე აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის საელჩოს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში, რასაც სოციალურ ქსელებში მისივე გაზიარებული პოსტები მოწმობს. ცინცაბაძე სოციალურ ქსელში გამოირჩევა ზიზღის ენისა და სიძულვილის გავრცელებით. მხარს უჭერს რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივ დღის წესრიგს. ის მალე მოკვდება, ეს ფაქტია. და აქ რო გვიზის, ისიც გაიყოლოს რა. ბატონო ბიძინა პანაშვიძე ხომ აუცილებლად იქნებით თქვენ და ეკა, ბრილიანტებით და შავებში ჩაცმულები, დიდი გვირგვინებით, თქვებნელებო თქვენ. გურიაში ვიზიტის ფარგლებში პაվել ჰერჩინსკიმ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებთან შეხვედრისას ფოტოსესიაც მოაწყო. ფოტოებს ძალადობრივი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ირმა გორდულაძე ავრცელებს. ირმა გორდულაძე სხვა რადიკალი აქტივისტების მსგავსად ეწევა სიძულვილის ტირაჟირებას და აქტიურად უჭერს მხარს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობებს. და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს მანქურთები ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ამ დოუნაღარ წვიპის. ვინ არიან ეს მანქურთები ესე? დედაბუდიანად გამოვა კლავ და გამოვა გურია, გამოვა მთელი საქართველო. დავდგებით ფერზე ამ კანონსაც გავაწვევინებ და მაგასაც გავიწვევთ საქართველოდან. ნიშნებს არანდოს არა բոլოს სხვას არ დავაჯერებთ. წუთიერი დუმილით გასასვენებელ პარლამენტს წუთიერი დუმილი. მოვა ის დრო, როდესაც ზავზე იმით გავასვენებთ, იმიტომ რომ არა ლეგიტიმურია, არა კანონიერია, ჩვენ ვიდრე პროტესტია, ვერ დაგვიმონებენ, ვერ წაგვართმევენ თავისუფლებას. უიდა გექცენ დაბადება. ევროკავშირის ელჩი დიდი ხანია, რაც საქართველოში დიპლომატიური სტანდარტებისგან დაცლილი აქტივობებითაა დაკავებული. ლობირებს სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. თუმცა ამ დრომდე არ დაუგმია გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ოპოზიციის ორგანიზებულ ძალადობრივ აქციებზე ათობით პოლიციელზე, ქვებით, ბოთლებით, პიროტექნიკით თუ მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმის ფაქტები. დედაქალაქის მერის შეფასებით პაվել ჰერჩინსკი აგენტურას უდგას სათავეში და ბოლო სერიაში არაა გამორიცხული ის ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე ვნახოთ. ბოლო სერიაში შეიძლება ვნახოთ ევროკავშირის ელჩი, რომელიც ამ აგენტურას უდგას სათავეში და აქციებზე გამოვიდეს. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იგივე გერმანიის ელჩი შეგვიძლია ვიხილოთ. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც ქვეყანაში ყავს თავიანთი პატრონები ამ ელჩების სახით. გარედან შემოდის თანხები, გარედან თავიანთი პატრონებისგან იღებენ დავალებას, აქ აგენტურული ქსელი და ეს ელჩები კონკრეტულად, ვინც თქვენ ახლა დაასახელეთ, ჩართულები არიან წაახალისონ ბოროტება, წაახალისონ სიძულვილი. მმართველი გუნდი პაվել ჰერჩინსკის რადიკალიზმის წახალისებაში ადანაშაულებს. დეპუტატების განცხადებით, დიპლომატის ქმედებები ძალადობის გაძლიერებას უწყობს, ხელს და ვენის კონვენციის დარღვევას წარმოადგენს. ქართულ ოცნებაში ევროკავშირის ელჩის არადიპლომატიურ ქმედებებთან ერთად იხსენებენ გერმანიის ელჩის მიერ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უხეშ მცდელობებს და აღნიშნავენ, რომ ორივე დიპლომატი ჩვენ ქვეყანაში დაპირისპირების გაღვივებითაა დაკავებული. მხარდამჭერი წამქეზებელი არის ჩვენს ქვეყანაში სიზულვილის შემოტანის, სიზულვილის ენის შემოტანის, შუღლის კამპანიებისას, როდესაც ადამიანების გვერდით დგება, რომლებიც გამორჩეულები არიან ზიზღით, თავისი კავშირით და მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, ახალისებს იმ ნეობოლშევიკურ მოძრაობას და იმ ფსევდო ლიბერალურ ფაშიზმს, რომელსაც ხედავთ ჩვენ მაგალითად მელიქიშვილის გამზირზე. სრული პასუხისმგებლობა ყველანაირ არეულობაზე, ყველანაირი შუღლის შემოტანის მცდელობაზე, ყველანაირი სიზულვილის კამპანიაზე ეკისრებათ იმ ელჩებს, როგორიც არის მაგალითად გერმანიის ელჩი, როგორიც არის წარმომადგენელი ევროკავშირისა, რომლებიც თავისი მოქმედებით ხელს უწყობენ ყველანაირ ზიზღის კამპანიას. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ხდებიან ექსტრემისტებს, პირდაპირ ფაშისტებს,
და მათთან ერთად რაღაცა ფოტოებში პოზირებენ, მათ აგულიანებენ და ეუბნებიან, რომ ისინი რაღაცა მომავალი თაობის მაგალითები არიან და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ირიბათაც და პირდაპირაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის ექსტრემიზმის წახალისების მცდელობა საქართველოში. ანანო ცინცაბაძე გახლავთ რადიკალი აქტივისტი, რომელიც მუდმივად თესავს სიძულვილის ენას და ასე ვთქვათ, მონაწილეობს იმ ყველა დესტრუქციულ აქციაში. აი ესეთ რადიკალებს ხვდება ევროკავშირის ელჩი და ძალიან სამწუხაროა იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირის ელჩი იქნება თუ გერმანიის ელჩი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ურთიერთობების განვითარებას და კიდევ უფრო მეტად დაახლოვებას, ემსახურებიან საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას და დაპირისპირების გაღვივებას. ჰერჩინსკი გასულია ყოველგვარი ჩარჩოებიდან, მე ნამდვილად არ გამოიკვირდება მისგან, რომ რუსთაველზეც გამოვიდეს და პიროტექნიკა დაუშინოს ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუციას პარლამენტს. იმდენად გასულია ეს კაცი. ასეთი სამარცხვინო წარმომადგენელი ევროპას არ ყოლია ჩვენთან. სატელევიზიო სივრცე ევროკავშირის ელჩისგან წახალისებული რადიკალიზმის არაერთ მაგალითს გვახსენებს. მათ შორისაა ჰერჩინსკის შანტაჟი ევროინტეგრაციის პროცესით, რომლის მიზანიც ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნა და ხელისუფლებისა და საზოგადოების დაპირისპირება იყო.